ზვიად გამსახურდიას ერთი ასეთი გენიალური ესი აქვს გურამრჩეულიშვილის მოსაგონარი, რომელშიც მან ასახა 10 წლის თავზე რატომ დაიღუპა გურამრჩეულიშვილი, როდესაც მან ზღვაზე რაც რუსი გოგო გადაარჩინა, თვითონ დაიხრჩო. იქ აღწერილია რამ გადაარჩინა ქართველობა ამ უსასტიკეს 1000 წლეულებში, ბევრად მასზე ძლიერი და სასტიკი იმპერიების წინააღმდეგ დაპირისპირებისას და ძალიან გენიალური ფრაზა აქვს. ჩვენ კულტურულმა უპირატესობამ გადაგვარჩინაო. ანუ ჩვენ ქართული ცივილიზაცია ყველა მომხდურზე კულტურულ უპირატესობას ფლობდითო და ამან გადაგვარჩინაო. მე რა ვიცი, 10 წელი და მეტი გაწრეულებია ვითხოვ ამ სულ სამგვერდიანი ესეს სკოლის სახელმძღვანელოებში შეტანას. ასე იყო შევარდნაძის დროს, ასე იყო სააკაშვილის დროს, ასე იყო ამ ბორიას დროსაც, მაგრამ არა. ეს უნიკალური, ეს დაახლოებით ეს იგივე დონის ნაწარმოებია, სულ სამი გვერდია ვიმეორებ, როგორც ვაჟას პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი. რატომ გავიხსენე ახლა ეს? ჩვენი ბრძოლა სამშობლოს თავისუფლებისათვის ამ რუსული ქოძბანდის წინააღმდეგ სწორედ ამ კულტურულ უპირატესობას ეფუძნება. ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ ამ რუსული ურდოს მომყოლ ქოძბანდაზე, თუ არ გვექნება კულტურული, ანუ მორალური უპირატესობა. მე როგორც ერთი რიგითი ადამიანი, რომელიც ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული იბრძვის სამშობლოს თავისუფლებისათვის, არ მინდა გავიგივდე რომელიღაც ნაგავთან საპროტესტო მოძრაობაში, რომელიც მაგალითად შვილმკვდარი დედის ძაძებს დედას აგინებს. მე მინდა შევინარჩუნო ჩემი კულტურული უპირატესობა ყველაზე მომხდურზე, მტერზე, ქოცბანდაზე, იმის და მიუხედავად რომელიღაც ბარამიძე იქ რაც დააბრეხვებს, რომ ქართველი მებრძოლები, როგორც ბანდა, ისე ხორეტდა ტყვეებს თურმე. და ასე შემდეგ, აღარ ჩამოვთვლი. ამ საპროტესტო მოძრაობაში, რა ვიცი, 1000 ჯურის ხალხია და სულ არ მაინტერესებს მე ვინ არის იქ. მე მაინტერესებს მე რას ვაკეთებ და ჩემი მორალური უპირატესობა სად არის. ჩემი სამშობლოს დასაცავად. ამას მოგიწოდებთ ყველას.